დილამშვიდობის მეორე დღე იტალიაში. დილის 7 საათი. მზის სამოსვლისას გამოვედით ზღვაზე და საოცრება, აქაურობა ულამაზესი. არც ხელა ესე საერთოდ ეხლა ამოდის მზე უკვე ხალხი ბანაობს რა თქმა უნდა ხო 8 ნახევარი არა ჯერ აქ გაიშლება ნელ-ნელა ეს ისენი ქოლგები და ხალხით გადაივსება აქაურობა. ეს არის მაკა. სადაგო? ვაიმე. ეს მაგარია. მაკა ჩვენი ნათესავი უნიჭიერესი და გაგაცნოთ კარგად. ჯინსით რო გამოვედი, ზღვაზე გამოვედი ჯინსით. სამაგარია. აქ არის რესტორანი. გუშინ ღამე იმდენი ხალხი იყო აქ, რომ რა ვიცი ძალიან ბევრი. აქეთ ესე შორს არ ყოფილვართ გუშინ და მაკას მივყავარ ეხა იქეთ ოღონდ. სად მივყავარ არ ვიცი, მაგრამ უფრო კარგად უნდა რომ დამათვალიერებდე საქაურობა. ყავა დავლიეთ გემრიელად და გამოვედით ეგრევე ზღვაზე. ცოტა ხანი გავისერნებთ ეხლა და მერე ცოტა მოგვიანებით საბანაოდაც გამოვალთ მე და ანი. ანის ძინავს ჯერ. ანახთ რა საოცარი სანაპირო. ძალიან მაგარი წყალია. მაკა არის ხელოვანი გოგო. აი ხა ნიჟარა იპოვა რაღაცა და საკიდი გაკეთდება ამით. საოცრებებს ქმნის ხელით, არ ვიცი რა, კარგად უნდა გაგაცნოთ. ხატავს, კარგავს, ქსოვს, დეკორაციებს აკეთებს. სასწაულ რაღაცებს აკეთებს. აი ხლა დღეს მოუტანენ თავის გაკეთებული მას რა ქვია გემი გააკეთა ხისგან ყველაფერი რა ვიცი სახლი შედგა შიგნით ავეჯი ჩაალაგა ხისგან გააკეთა ყველაფერი ბამბუკებისგან და ისეთი ლამაზი დეკორაცია გააკეთა რომ დღეს მოუტანენ არა აქ დასრულებული უნდა გააგრძელოს და გაჩვენებთ აუცილებლად. აი აქ მართლა არ გამოვსულვართ გუშინ. ნახეთ რა სილამაზეა. მაკას დამ შეგვპირდა ალბერო ბელოში უნდა წაგვიყვანოს. იქაურობაც უნდა დაგვათვალიერებიოს. დღეს მოვლენ ყველა მოკლედ. მაკას დაცმოვა, დედიკო მოვა და გაიშლება ქართული სუფრა. აი აქეთ რატომღაც არ ვიცი ეს რადგანაც მოღობილი იყო აქაურობა, კერძო საკუთრება მეგონა და აქეთ არ გამოვსულვართ მაგიტო.
საოცრება, ქაურობა. ჯერ მე არ გამოვჩენილ ვარ. მოგესალმებით ყველას. გუშინდელი დღე მოკლედ ისეთი ეს მქონდა, რა ქვია, დატვირთული, ჯერ ხო იმდენი ხანი ვიმგზავრეთ. მაგრამ ეს ნამგზავრები მე და ანის საერთოდ არ გავჩერებულ ვართ. მოვიარეთ, რა ვიცი, აქაურობა, რაც კი მოვასწარით, ყველაფერი მოვიარეთ. ყველაფერი დავათვალიერეთ. და რა ვიცი, ყველაფერი მოვასწარით, მოკლედ გუშინ ისეთი ის იყო, რა ქვია, დატვირთული დღე, რომ მე და ანის არ გვეჯერა, რომ ერთი დღის ჩამოსული ვიყავით ჯერ. ნახეთ. ლამაზ ნიჟარებს ვეძებთ და ვაგროვებთ. მაგამ დეკორაცია რო ესა გააკეთოს, გააგრძელოს გაკეთება. აი არაფრისგან რო ყველაფერს შექმნის, ეგეთი ხელოვანი გოგო არა. ყველაფერი რო ეხერხება. უпростоრეთ და ყველაფერს რო ახერხებს და ასწრებს. აი ნახეთ. ნახეთ რამხელა ნიჟარებს მივაგენი ამასობაში. ისეთ საოცარ დეკორაციებს აკეთებს ამ ნიჟარებით და არა მარტო ნიჟარებით. რა ვიცი, ყველაფერს აკეთებს, ყველაფრით. აი არ ვიცი, ახლა სხვა სახლში ვართ უბრალოდ. აი სადაც მაკას თავისი ნამუშევრები აქვს. იმ სახლში არა ვართ, თორე გაგიჟდებოდით, მოკლედ ისეთი ნახატები და ნაქარგები და დეკორაციები აქვს სახლის სავსე სულ. უბრალოდ მეც არ მაქვს მისი ნამუშევრები ესე ახლოდან დათვალიერებული. შორიდან ტელეფონით ვიცი. აი ესეთ ადგილებში არ ბანაობენ, ნახეთ. იმიტომ რომ საშიშია სულ ესეთი ქვებია, ეს მიწა და ტალახი არ გეგონოთ, ეს არის ქვები. ეს არის, რა ვიცი, საუკუნის ქვები შეჭმული. წყალს რო აქვს შეჭმული, ეგეთი ქვები რა. აი დეფორმირებული ქვები და აქ ეხა მაგალითად ღრმაც არის წყალი. კამკამა როგორი იცით, აი არ ვიცი. კამერაში არ მოჩანს, თორე მწვანე ლურჯი კამკამა წყალია. აი აქ ესეთ ადგილებში, ესეთ სანაპიროზე იმიტომ არ ბანაობენ, რომ ძალიან ის არის, რა ქვია, ოდნავ რო ტალღამ მოგარტყას და ამ ქვებზე რო გადაგაყირაოს, რა ვიცი, ძალიან ცუდია. ან ფეხი იტკინო, ან თავი მიარტყა, რაღაცა, მაგიტომაა იქეთ არის. ხასა ჩვენ შორს წამოვედით. იქეთ არის ისეთი სანაპირო მისადგომი, სულ ქვიშაროა და ძირითადად ყველა მან ბანაობს ხოლმე. მივიდეთ ერთი მაკარაშვება ვნახოთ. არის რამე? ნახე? ეს რამხელები ვნახე. პინცეტით თუ ამოიწან, თორე დიდები არ არის. პინცეტი? არა, დაჩაჯდები, ასე ჩავჯდებოდი, ერისელები. დასველდებოდი და მიღებდი სანსაკამ. ხელი ზურგი გაშაგული ხომ. ხო ტონობით, ბაჩო, ჩემი გადახიკულია ყველაფერი. ტონობით. მე დავამოყალე კუთხეებში, თაყრილი ბაჩო.
კუთხეებში ჩაყრილიო და მე ამ დროს შუაში ვეძებ. ისინი იყო რა ქვია, ბალახები და ისინი ბალახებში იყო იმდენი. ისეთი სასწაული ქვიშაა. ეს ხოდა წლების უკან ადიდ და აქ ბოლომდე იყო ხარ. სანაპიროზე მithumetes. სანაპიროზე არის როგორი აი კინეტიკური ქვიშასავით ძალიან კაი ქვიშაა რა სანაპიროზე. აი აქ იქნება ბევრი ნახეთ რამდენია ოღონდ ძალიან პატარები. ეს რა მაგარია ზოაქ ამას. გასაქირავებელი ისენია რა. სასტუმროები თავისი ემეთი აუზებით და შეზლონგებით. მოაგროვეთ ნიჟარები და მივდივართ ახლა სახლში. დღეს მაკას მოუვა თავისი დეკორაცია და როგორც კი მოიცლის უნდა გააგრძელოს. გაკეთება. აი ერთი გამოსვლით რამდენი მოგროვდა? წარმოიდგინე ერთი გამოსვლით რამდენი? 50,000 რო გამო. დიდად ისეთი სანაპირო არაა, ხა ზოგან რო არის დიდი ნიჟარები და რაღაცეები. ძალიან ბევრი. ვაშია. და გამოვიყო. აქ ძალიან ისეთი პატარა ნიჟარები. რა ბუნებაა ნახეთ უბრალოდ. ვაიმე სად ყოფილა შუა გზაში ქვა გამოკვეხებული. აქეთ არ გამოვსულართ ჩვენ ამ სიშორეზე და თურმე რა სილამაზე ყოფილა. აი აქ ფოტოებიც კარგი გამოვა. აი აქეთ დადგები. ეს იყო დაკეტილი ბაჭი. აქეთ დადგები და დაკეტილი იყო. რითი? ჩავარდი ველოსიპედი და დავყიდავდი თავით შევერტვე ისა. რითი იყო ეს დაკეტილი? დაკეტილი იყო ქვით, ნახე და მე გადაწიეს ხალხი. ხო. ვერ უფლებ არ ხომექე. ნახეთ. იქ არის რესტორანი, იქ მიყვება ულამაზესი ადგილებია იქ. ძალიან მაგარია. ეს ჩემი ჩრდილი. ძალიან ლამაზი სახლებია. არ გამოვხდი. ყველაფერში რაღაცას ეძებს რომ გამოიყენოს თავის დეკორაციებში და აი ყველაფერს ხელოვანი თვალებით უყურებს რა. რაში რა გამოადგება და რისგან რა სილამაზე შექმნას სულ მაგას დაეძებს. ახლა ამ გამხმარ ყვავილში ეძებს რაღაცას რომ რაღაცაში გამოიყენოს ესე. ბამბუკის ფერებია. თან ესე დარჩება კაი ხანი. ისე მართლა ნახეთ. ხელოვნური იმასავით არის. ყვავილივით. აი ესე დარბიან ხოლმე. ველოებით დადიან რა ვიცი. ჯანსაღად ცხოვრობენ მოკლედ. აი ესე. რა ვიცი. მე მაგალითად არ მინახავს სანაპიროზე რო გავდივარ ვინმე ეწეოდეს სიგარეტს. ანუ ბათუმის სანაპიროზე რო გახვიდეს და ყველა სიგარეტი აქ გარჭობილი პირში. აქ ხო არ არის ნიჟარები. გზის პირას. ზღვიდან წამოსული გზის პირას ვეძებ ნიჟარებს.
არა და უბრალო ქვებია დაყრილი. შარვალით რო გამოვედი, ეგაა ყველაზე მაგარი. ბანაობას არ ვაპირებდი არაფერი და შარვალით გამოვედი, თან არც ცხელა ეხა ჯერ იმდენად. ყვავილს მოვაკითხა. რამხელა ყვავილი მოიპარა. მოკლავენ ჩვენ. ეს რაღაცა ძალიან მიტოვებულს გავს. გავს კი არა, რა ვიცი, მიტოვებული. სვა ესეთი ულამაზესი სასტუმროები და სახლებია, მოკლედ რა ვიცი რა. აუ დღეს უნდა დავიწყო უკვე ესა ვიდეოს დამონტაჟება და ატვირთვა, თორე ძალიან ბევრი მომიგროვდა. ის თვითმფრინავის აფრენის, დაფრენის, ჩამოსვლის, რომში გადაღებული ვიდეოები, რა ვიცი, რაც გადავიღე, არაფერი არ ამიტვირთავს მოკლედ და ძალიან ბევრი მომიგროვდა და ჯობია რომ გადავიღებ, ეგრევე ავტვირთო და თქვენც მალე შემოგთავაზებთ ხოლმე მალე ვიდეოებს. აქ რაღაცა პარკი ყოფილა პატარა. ძალიან შორს წამოვსულვართ მართლა. აი იქიდან წამოვედით ჩვენ სუსანაპიროს გამოვყევით. ძალიან შორს წამოვსულვართ. გუშინ მე და ანიმ ამ გზას ჩაუყევით იქეთ ღამე ვისეირნეთ. იქ სტადიონი იყო, რაღაცა იტალიელი ბავშვების თამაშს უყურეთ და წამოვედით მერე სახლში. საღამოს გავშალეთ სუფრა გარეთ პირდაპირ კარებთან გავაწყვეთ სუფრა ცივი. ხო. ცივი ყავები გავაკეთეთ, ტოსტები, ხილი გამოვიტანეთ, სემიჩკა მოვხალეთ, რა ვიცი. მაკას კატაყავს ჩამოყვანილი ზღვაზე და გუშინაც მიიპარებოდა სადღაც და ესე რომ ეკარგებოდა სულ აქ მოვდიოდიო და დავეძებდიო, აქეთ ვკითხულობდი სად არის ჩემი კატა. აუ რა ლამაზად აქვთ ეზოები მოწყობილი. გავგიშდი. კიდე მოტეხა. აი ეს სახლებიც ერთმანეთს ისე გავს და აი ყველა კარებს აქვს ესეთი ფარდა. რაღაცა რეზინის ფარდა. მე და ანიმ გუშინ რამდენი გავედით ზღვაზე სასეირნოთ, რომ მოbrundით უკან ჩვენ სახლს, ჩვენს შესასვლელს ვეღარ ვაგნებდით. დაურეკეთ მერე მაკას გამოვიდა დაგვხდა. ორჯერ გავედით და ორივეჯერ აი კრუგები ურტყით, აქ ერთმანეთს ისე გავს ყველა სახლი და ყველა შესასვლელი, რა ვიცი. ორჯერ დავიკარგეთ. ერთადერთი იმით დავიმახსოვრეთ, რომ იქ წინ არის ისა. მარტო ჩვენი სახლის წინ არის ბავშვების სასრიალოები. და პირდაპირ მაგის ხვდებით, რომ ჩვენი შემოსასვლელია. სასრიალოებს რო დავინახავთ. გაჩეჩილი მე ზღვის წყალმა ისე გამიხმოთმები, გუშინ დავიბანე და ცოტა ეხა კიდე არა უშავს. მაგრამ მაინც ზღვა თმას თავისას უშვება რა. ეს მაკას ქლიავები გუშინ დავჭერით, გავწმინდეთ, დავჭერით და ვახმობთ ქლიავს. ჩირს ვაკეთებ.